სტუდენტებთან ვისაუბრეთ ენერგეტიკის და წყალმომარაგების რეგულირების აქტუალურ საკითხებზე, მათ გავაცანით ის რეფორმები და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც აქტუალურია, რაც თითეული მომხმარებლის მდგომარეობას აუმჯობესებს საბოლოო ჯამში. ჩემთვის შესაძლებელია და სასიხარულო იყო ის, რომ ძალიან დაინტერესებული სტუდენტები იყვნენ, ძალიან კვალიფიციური სტუდენტები, როგორც მომავალი სპეციალისტები, ამიტომ სასიამოვნო იყო მათთვის ამ საჯარო ლექციის ჩატარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება და ცოდნა მათ გამოადგებათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს UNICEF-ისა და CEMEC-ის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უფლებათა დაცვას აღნიშნული სფეროების მიმართულებით. უნივერსიტეტის სტუდენტები მოისმენენ CEMEC-ის თავმჯდომარის ბატონი დავით ნარმანიას საჯარო ლექციას. სხვადასხვა თემებზე იქნება ინტერაქტივი და ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცისთვის, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც სამომავლოდ არა მხოლოდ უფლებების დაცვას, არამედ მის მოხმარებას, ალტერნატიული ენერგიების გაჩენას და წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სფეროში სიახლეების დაგეგმვას გულისხმობს.